საქართველოს პრეზიდენტთან, მეხუთე პრეზიდენტთან დისკუსია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და უმეტესად ეს შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას და თუ დავაკვირდებით სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს, რასაც ის ახმოვანებს ამ შეხვედრებზე ამ დღეების განმავლობაში, უმეტესად მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა იყოს უფრო მძლავრი საქართველოში ქართველი ხალხის სასარგებლოდ და ანტიდემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილი წარადგინეს როგორც მეხუთე პრეზიდენტი და იქვე გამოთქვეს მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. თავად სიტყვით გამოსვლის დროს კი ზურაბიშვილი საუბრობს, რომ მხარდაჭერა უფრო მეტი უნდა იყოს. სხვათა შორის მან თქვა, რომ წინა ხელისუფლება ნაკლებად ჩართული იყო ამ მხარდაჭერის პროცესში. ქართველი ხალხი მუდმივად გრძნობდა სტრატეგიული პარტნიორის გვერდში დგომას, თუმცა მაგალითად ენტონი ბლინკენი არასდროს ჩამოსულა საქართველოში და ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო მეტი სიძლიერე უნდა აჩვენოს ახალმა ადმინისტრაციამ. სიძლიერე კი იმაში გამოიხატება, რომ რუსეთს შეერთებულმა შტატებმა უთხრას და აჩვენოს, რომ მას არ შეუძლია დომინაცია კავკასიის რეგიონზე, საქართველოზე და ის ვაშინგტონში დისკუსიის დროს ამბობს, რომ თუკი სუსტი რუსეთი შეძლებს ამ დომინაციის აღდგენას, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება შეერთებული შტატები. Important that Georgia be kept on your mind. ნიშნულოვანია, რომ საქართველო მუდმივად იყოს თქვენს გონებაში. საქართველო არსებობისთვის ბრძოლის ეტაპზეა, სადაც ფართომასშტაბიანი მობილიზებაა დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგობრივი გამოწვევების დასაძლევად. ქართველი ხალხი ძლიერ ამერიკას ელოდება, რომელიც აჩვენებს და ეტყვის ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ კავკასია და ზოგადად ეს რეგიონი არ არის ის, რომლის გავლენის ქვეშ მოქცევა მას შეუძლია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის მცდელობებს აღადგინოს დომინაცია. ამერიკის მხარდაჭერა ამ ძალისხმევის წინააღმდეგ ბრძოლაში არის გადამწყვეტი. თუ სუსტი რუსეთი დომინაციას აღადგენს, ეს ამერიკასაც დაასუსტებს. ქართველი ხალხი მზადაა იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისთვის. ამერიკის ყოფილი ხელისუფლება ნაკლებად ჩართული იყო საქართველოსთან დაკავშირებით. მაგალითად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჩამოსულა. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია, რადგან ეს გადაწყვეტილებები რეგიონში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ამერიკის ძლიერებას აჩვენებს. Georgians are looking at when looking at Washington. საუბარი საქართველოს შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და კითხვა დაისვა იმის შესახებ მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში მოვლენები ბელორუსის სცენარის მიხედვით. თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის პროტესტს ქართული ოცნება ზუსტად ისე პასუხობს, როგორც რუსეთი, როგორც ბელარუსის ლიდერი, თუმცა შედეგი იგივე ვერ იქნება, რადგან შეუძლებელია ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს პატარა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს მხარდაჭერა, არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ის საბოლოოდ დამარცხდება და ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. თუმცა ის ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ, რადგან საკითხი, რომელზეც ქართველი ხალხი პროტესტს გამოთქვამს, ეგზისტენციალურ საკითხს შეეხება. ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, დაპირისპირება პარტიებს შორის, ეს არის საკითხი ევროპული მომავლის შესახებ და ქართველი ხალხი სწორედ მასობრივ მასშტაბურ პროტესტს გამოხატავს მაშინ, როდესაც ქვეყნის მომავალს ეხება საქმე. და შესაბამისად, არათუ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ახლა რაიმე გასაკეთებელი, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და შესაბამისად, მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა. Also the chance to have a very brief conversation with you. როცა მე გასული წლის სექტემბერში თბილისში ვიყავით, ჩვენ გქონდა საუბარი არსებულ მდგომარეობაზე და თქვენ იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ამბობდით, რომ საქართველო არასოდეს გახდება ბელარუსი. გასულ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხდნენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები, ვინც პროტესტს გამოხატავდა, ისინი დააკავეს. ფრიდონ ბუბუტეიშვილს, რომელიც აგენტების კანონს აპროტესტებდა, 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა ქმნის თქვენს ოპტიმიზმს, რომ მოვლენები ვერ გაყვება ბელარუსის სცენარს? Belarusian scenario. In Georgia, a very different society from that. ჩვენი საზოგადოება ბელარუსის საზოგადოებისგან განსხვავებულია. ჩვენ ორი თვია ვხედავთ, რომ საზოგადოება პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია ამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, რომელიც გაჩერებას არ აპირებს. მეორე მხრივ, რეაქცია და პასუხი ამ პროტესტზე არის ისეთი, როგორიც აქვს პუტინს რუსეთში და ბელარუსის ლიდერს. მეთოდები ერთნაირია. ყველგან, სადაც პუტინი რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შედეგი იგივე იქნება. დღეს მთავრობა არის
იზოლაციაში. მათ არ აქვთ პოლიტიკა რეპრესიის გარდა, რაც არ არის რეალურად ეფექტური და შედეგის მომცემი. მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკა გარდა დაკავებისა, რეპრესიისა და ყველა აქტივისტის გასამართლებისა. რეალურად მთავრობა პარალიზებულია და ჩვენერი პატარა ქვეყანაში, როცა არ ხარ აღიარებული, არ გაქვს ლეგიტიმაცია, ხარ იზოლაციაში, არ იღებ არანაირ მხარდაჭერას, რეალურად არაფერი დაგრჩენია. ჩვენ გვემუქრება ეკონომიკური, ფინანსური კრიზისები, რაც ტურიზმს უკვე დაეტყო. ამიტომ რესურსი არ არსებობს. Government is very ამ დისკუსიას ბუნებრივია არჩეულია ბიძინა ივანიშვილის მისი პოლიტიკის განხილვის გარეშე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ახლა არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ის განიცდის წნეხს სანქციების სახით. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით ისევ გრძელდება მოქალაქეების პროტესტი. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, რომ ველოდოთ ბიძინა ივანიშვილისგან კომპრომისს, რადგან ამ კომპრომისის სივრცეს თავად არტოვებს მისი რეპრესიებით, რომლითაც უხობს ის მოქალაქეების პროტესტს. შესაბამისად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს არ ელოდება ივანიშვილისგან გადაწყვეტილებას, რომ ის დანიშნავს ახალ არჩევნებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საბოლოოდ ქართულ ოცნებას მაინც მოუწევს, რადგან მას არ ყავს არც ერთი მხარდამჭერი და ისინი, ვინც ახლა მას მხარს უჭერენ, ისინი არიან მხოლოდ პოლიტიკური პარტნიორები, რომლებიც ახლა თავის მხრივ იღებენ სარგებელს ქართული ოცნების სისუსტეების გამო და ისინი ვერ მოუტანენ ხანგრძლივ სიცოცხლეს ქართულ ოცნებას, გულისხმობ პოლიტიკურ სიცოცხლეს. the time for დღეს დროს შესაძლებლობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნები ჩანიშნოს, ჯერ არ დამდგარა. რეჟიმი უფრო მეტად შედის რეპრესიულ ეტაპზე, რაც ჯერჯერობით არტოვებს კომპრომისების სივრცეს ან საუბრის სივრცეს. ერთადერთი პასუხი, რასაც ვიღებთ, არის რეპრესიის სხვადასხვა ფორმა. თუ პესიმისტურად შევხედავთ, ასეთი რეჟიმები შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ პირველად ნიშნებს, რომ მთავრობა მის მხარდამჭერებს კარგავს. რეჟიმი თავისთავად დამარცხდება, რადგან რთულია მისი შენარჩუნება პატარა ქვეყანაში, სადაც მას არ აღიარებენ. ჩინეთი თუ ირანი კი რეალური პარტნიორები არ არიან. ისინი ახლა პოლიტიკური პარტნიორები არიან და ამას არ შეუძლია რეჟიმის გაძლიერება ფინანსურად და ეკონომიკურად. ისინი რეჟიმს ვერაფერს შესძენენ. including ეს დისკუსია გაიმართა ამერიკული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და ამ დისკუსიას საერთაშორისო სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის კვლევითი ორგანიზაცია American Enterprise Institute, რომელიც აქვეყნებს კვლევებს და რომელსაც ეყრდნობიან ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კვლევები შეეხება მათ შორის საგარეო პოლიტიკას. თუმცა ეს არ არის ერთადერთი დისკუსია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი იღებს მონაწილეობას. ვაშინგტონში ინაუგურაციის შემდეგ მას ჰქონდა შეხვედრები სენატორებთან, მათ შორის რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებთან და ამ შეხვედრის შესახებ თავად ჯინ შაჰინი, სენატის წევრი, აქვეყნებს პოსტს, ამბობს, რომ მოხარულია, რომ ესაუბრა სალომე ზურაბიშვილს და მასთან ერთად ორპარტიული დისკუსია გაიმართა და ჯინ შაჰინი ამბობს, რომ არსებობს შეთანხმება მომიტინგეების მიმართ ძალადობა არის მიუღებელი და ის მიესალმება საქართველოში ქართველი ხალხის ბრძოლას, რომელიც აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.